რამდენად ძლიერია კომოდოს დრაკონი სხვა რეპტილიებთან შედარებით. როცა საშიშ რეპტილიას წარმოიდგენ, თვალწინ ალბათ ან ძალიან დიდი ნიანგი ან დიდი გველი დაგიდიებათ, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ძალიან ძლიერი რეპტილია, რომელიც ამავდროულად ძალიან უცნაურიცაა და სხვადასხვა მის შესახებ ბევრმა არ იცის. საუბარი მაქვს რა თქმა უნდა კომოდოს დრაკონზე, რომელიც ერთი შეხედვით დინოზავრების ეპოქას უფრო შეესაბამება. დღეს განვიხილავთ სწორედ ამ არსებას და მის შესაძლებლობებს. გავარკვევთ რამდენად ძლიერია ის და რომელ ადგილზეა რეპტილიებს შორის. კომოდოს დრაკონი დარწმუნებული ვარ ბევრს გაგაკვირვებთ. კომოდოს დრაკონები. სანამ კომოდოს დრაკონს სხვა რეპტილიებს შევადარებთ, მოდით ის ჯერ დეტალურად განვიხილოთ. კომოდოს დრაკონი დღესდღეობით ბევრ ადგილას არ ცხოვრობს. მეტიც მას დღეს მხოლოდ ინდონეზიაში შეხვდებით და ერთ-ერთ კუნძულს, რომელზეც იქ ცხოვრობს, კომოდოს კუნძული ეწოდება. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ არსებას კომოდოს დრაკონი. ეს რეპტილია მსოფლიოში უდიდეს ხვლიკად ითვლება. კომოდოს დრაკონები სიგრძეში დაახლოებით 2,6 მეტრის გარშემო იზრდებიან და 68-დან 77 კილომდე იწონიან. საკმაოდ ბევრი კომოდოს დრაკონი ამაზე დიდიცაა. კომოდოს დრაკონი თავისივე ჰაბიტატში უდავოდ ნომერ პირველი მტაცებელია. იმ კუნძულებზე, სადაც ის ცხოვრობს, კონკურენცია უბრალოდ არ აქვს. კომოდოს დრაკონი შესახედაობით გიგანტურ ხვლიკს წააგავს და ერთი შეხედვით საკმაოდ მძიმედ მოძრაობს. ამასთან ერთად საკმაოდ ბევრს გონია, რომ კომოდოს დრაკონებს კბილები არ აქვთ. სინამდვილეში ამ რეპტილიებს აქვს 60-ზე მეტი დამალული კბილი. საშუალოდ მათი თითოეული კბილის სიგრძე 3 სანტიმეტრია. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ კომოდოს დრაკონის კბენის ძალა 500-600 PSI-ია. ეს კბის ძალა სასწაულად ბევრი არ არის, მაგრამ კომოდოს დრაკონს სხვა უპირატესობებიც აქვს კბენასთან დაკავშირებით. მოკლედ, კომოდოს დრაკონის კბილების უმეტესობა რკალური ფორმისაა. ასეთი კბილების შესობა ბევრად უფრო მეტ დაზიანებას იწვევს სწორი კბილის ჩასობასთან შედარებით. ამასთან ერთად კომოდოს დრაკონი ქვედა ყბიდან გამოყოფს შხამს. კბენის დროს კი ხშირად ცხვეულში შხამი შეყავს. ამ შხამს აქვს განსაკუთრებული თვისება, რომელთაც ჭრილობის შეხორცებას ძალიან ართულებს. მოკლედ, თუ ამ ცხოველის კბენა არ იყო საკმარისი, იმასაც გეტყვით, რომ მას საკმაოდ ჭრელი და გრძელი ბრჭყალები აქვს. მისი ბრჭყალების სიგრძე 5 სანტიმეტრს აღწევს. კომოდოს დრაკონი ძირითადად შემდეგნაირად ნადირობს. მიეპარება მსხვერპლს და შეიძლება, რომ კბილები ჩაასოს. თუ კომოდოს დრაკონი ამას მოახერხებს, მსხვერპლი ძირითადად მაინც არხებს ხოლმე გაქცევას. ამის მიუხედავად, ჩვენს რეპტილიას შხამი მსხვერპლში უკვე შეყვანილი ყავს. ამიტომ გაქცეულ ცხოველს უკვე დიდი ხანი აღარ უწერია. შესაბამისად, ჩვენი კომოდოს დრაკონი მშვიდად მიყვება თავის მსხვერპლს და როცა დაეცემა შეჭამს. კომოდოს დრაკონები საკმაოდ აგრესიულები არიან და ადამიანებსაც ხშირად ესხმიან თავს. ეს თავდასხმები ადამიანებისთვის კარგად თითქმის არასდროს სრულდება. ახლა კი მოდით ვნახოთ, რამდენად ძლიერია კომოდოს დრაკონი სხვა რეპტილიებთან შედარებით. პითონი. დღევანდელ ვიდეოში კომოდოს დრაკონის პირველი ოპონენტი პითონია. იმისთვის, რომ ბრძოლა სამართლიანი გამოვიდეს და წონას დაახლოებით ერთი და იგივე იყოს, გვიწევს ავიღოთ შედარებით დიდი ზომის პითონი. ის სიგრძეში 6-დან 6,4 მეტრამდე იზრდება და 75 კილოგრამს იწონის, რაც მას მსოფლიოში სიდიდით მესამე გველად აქცევს. პითონებს ძირითადად პატარა ცხოველებზე შეუიათ ნადირობა, მაგრამ რაც უფრო დიდია პითონი, მით უფრო თავდაჯერებულია და შესაბამისად უფრო დიდ ცხოველებზე ნადირობს. ერთ შემთხვევაში პითონმა პატარა მზის დათვის კი გაუგდა და შეჯამა. და როგორც ცოტა ხნის წინ ვიდეოში ვახსენე, პითონები ადამიანებსაც იწევენ და მათაც კლავენ. მოკლედ, გავიგეთ, რომ ეს გველი ანგარიშგასაწევი ძალაა. მაგრამ შეუძლია თუ არა მას კომოდოს დრაკონზე შემოხვევა და მისი გაგუდვა. ამ დაპირისპირებაში კომოდოს დრაკონს რამოდენიმე უპირატესობა აქვს. პირველი უპირატესობა არის მისი ზომა. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი უპირატესობა კი მისი შხამია. ამ ყველაფერთან ერთად კომოდოს დრაკონი ფიზიკურადაც ძლიერია, რის გამოც უმეტეს შემთხვევებში პითონს დაამარცხებს. ალიგატორი. ჩვენი შემდეგი რეპტილია ზომით წინაზე ბევრად უფრო დიდია. ამერიკელი ალიგატორის სიგრძეში დაახლოებით 4 მეტრია და 360 კილოგრამს იწონის. ალიგატორის უპირატესობა ზომაში კომოდოს დრაკონთან შედარებით აშკარაა. ამასთან ერთად, როგორც ვახსენე, კომოდოს დრაკონის კბენის ძალა 500-დან 600 PSI-მდე მერყეობს. ამერიკული ალიგატორის კბენის ძალა კი დაახლოებით 2000 PSI-ია. ალიგატორის სიდიდისა და კბენის ძალის მიუხედავად, თავისი უპირატესობები, რა თქმა უნდა, კომოდოს დრაკონსაც აქვს. მისი მთავარი უპირატესობა კანის სტრუქტურაა. ალბათ შეამჩნევდით, რომ კომოდოს დრაკონს ქერცლიანი კანი აქვს. რეალურად მას თითოეული ამ ქერცლის ქვეშ აქვს ძვლის მსგავსი მყარი მასა, რომელსაც ოსტეოდერმს ეძახიან. ამ რეპტილიას 4 ასეთი ფენა აქვს. ანუ კომოდოს დრაკონის ტყავი ისევეა აგებული, როგორც ჩაჭვის აბჯარი. ეს ალიგატორსაც აქვს, მაგრამ მხოლოდ 2 ფენა. ზომაში ამ ხელა სხვაობის მიუხედავად, კომოდოს დრაკონი ალიგატორს მიწაზე თეორიულად უნდა გადაურჩეს. იმის გარდა, რომ კომოდოს დრაკონი საკმაოდ დაცულია, ის მიწაზე ალიგატორზე უფრო სწრაფი და მოქნილია. ის ერთ შეხედვით სანტია, მაგრამ მიწაზე 20 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. მას შემოტრიალებაც ალიგატორზე ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია. აქ
აქედან გამომდინარე კომოდოს დრაგონს შეუძლია ამ უნარის გამოყენება და ალიგატორისთვის უკნიდან კბენა. მაგრამ ნამდვილად არ ვიცი რამდენად იმუშავებს კომოდოს დრაგონის შხამი ალიგატორზე. რადგან მაგალითად გველი შხამს ალიგატორები საკმაოდ კარგად იტანენ. სწორედ ამიტომ ეს დაპირისპირება ხმელეთზე ფრედ უნდა დავასრულო. წყალში კი კომოდოს დრაგონს შანსი არ აქვს. სამეფო კობრა. კომოდოს დრაგონის შემდეგი ოპონენტი სამეფო კობრა იქნება, რომელიც სხვადასხვა დედამიწაზე ყველაზე დიდი შხამიანი გვილია. სამეფო კობრები ცხოვრობენ აზიაში, ძირითადად ინდოეთში და 3-დან 4 მეტრამდე იზრდებიან სიგრძეში. ისინი ყველაზე შხამიანი გველები არ არიან, მაგრამ ბევრი ნამდვილად არ უყლიათ იქამდე. სამედიცინო დახმარების გარეშე სამეფო კობრის კბენას დიდი ალბათობით ვერ გადაურჩებით. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 40% აქვს შანსი. ახლა მოდით ეს გველი კომოდოს დრაგონს შევადაროთ. მოკლედ ალბათ თქვენს მიხვდებოდით, რომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ხომაში კომოდოს დრაგონს. ის დაახლოებით 70 კილოთი მძიმეა კობრაზე. ამასთან ერთად კობრას კბენაზე მეტი იარაღი არ გააჩნია და შეიძლება თავისი კბილებით კომოდოს დრაგონის ჩავშანი ვერც გაარღვიოს. სწორედ ამის გამო ამ კონკრეტულ დაპირისპირებაში კომოდოს დრაგონს ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს. ალიგატორზე მონადირე კუ. კომოდოს დრაგონის შემდეგი ოპონენტი ეგრეთ წოდებული ალიგატორის რისხვა კუ იქნება. ეს კუ ჩვეულებრივისგან ძალიან განსხვავდება. ის ომით ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ალიგატორზე მონადირე კუ სიგრძეში 91 სანტიმეტრამდე აღწევს და 77 კილოგრამს იწონის. იმის გარდა რომ ეს რეპტილია კუსთვის ძალიან დიდია, მას ძალიან ძლიერი კბენაც აქვს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ცხოველის კბენის ძალა 1000 PSI-ია, რაც კომოდოს დრაგონის შედეგზე ორჯერ მეტია. ალიგატორზე მონადირე კუებს აქვს ძალიან გრძელი კისერი და მათი კბენა ფაქტიურად წამიერია, ანუ წამიერად ეგედებათ ყბები. მაგრამ რამდენად გამოადგებათ ეს კომოდოს დრაგონთან? მოკლედ, თუ კომოდოს დრაგონს უკვინა, ეს იქნება საკმაოდ დამაზიანებელი. ამის მიუხედავად კომოდოს დრაგონი მაინც უფრო სწრაფი და მოქნილია, ამიტომ შეუძლია კუს შემოუვაროს და ისეთ ადგილას უკვინოს, სადაც არ არის დაცული. აქედან გამომდინარე კომოდოს დრაგონს ამ ზოლში ცოტა მეტი შანსი აქვს. ანაკონდა. ჩვენ უკვე განვიხილეთ დიდი ზომის პითონი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი გველია. ახლა განვიხილოთ მეორე ყველაზე გრძელი გველი, რომელიც ამავდროულად ყველაზე დიდიცაა. საუბარი რა თქმა უნდა მწვანე ანაკონდაზე მაქვს, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში, ძირითადად კი ამაზონის ჯუნგლებში შეხვდებით. ეს გველები სიგრძეში 5.2 მეტრის გარშემო იზრდებიან და იწონიან დაახლოებით 77 კილოგრამს. როგორც ხედავთ, მწვანე ანაკონდა დაახლოებით კომოდოს დრაგონის წონისაა და მასზე ბევრად უფრო გრძელია. აღსანიშნავია, რომ ანაკონდა პითონის მსგავსად არ არის შხამიანი. ის უბრალოდ თავის ხროვს გარშემო ეხხვევა, გუდავს და შემდეგ ჭამს. გასაკვირია, მაგრამ ანაკონდას საკმაოდ ანგარიშგასაწევი კბენის ძალა აქვს, 900 PSI. თუ ანაკონდა კომოდოს დრაგონს შემოეხვია, ის მას აუცილებლად გაგუდავს. მაგრამ როგორც ყოველთვის კომოდოს დრაგონს აქვს ერთი ძალიან დიდი უპირატესობა. საკმარისია მან ერთხელ უგმინოს ანაკონდას და შხამი თავის საქმეს აუცილებლად გააკეთებს. შეიძლება გველმა კბენის შემდეგ მაინც სცადოს კომოდოს დრაგონის მოგულდა, მაგრამ რამდენად მოასწრებს ეგ უკვე სხვა საკითხია. ამას დავუმატოთ ის, რომ კომოდოს დრაგონზე შემოხვევა არც ისე მარტივია. სწორედ ამიტომ ბევრის გასაკვირად ფიქრობ, რომ ამ თეორიულ დაპირისპირებაში კომოდოს დრაგონი გაიმარჯვებდა. ნიანგი. მოდით გადავხედოთ მსოფლიოს უდიდეს რეპტილიას, ანუ მარილიანი წყლის ნიანგს. მარილიანი წყლის ნიანგი სიგრძეში 6.4 მეტრი იზრდება და დაახლოებით 1 ტონამდე იწონის. მარილიანი წყლის ნიანგი კომოდოს დრაგონზე დაახლოებით 11-ჯერ დიდია. ამის მიუხედავად ნიანგის მთავარი უპირატესობა მაინც თავისი კბენის ძალაა, რომელიც აღწევს 3700 ფუნტს კვადრატულ ინჩზე. მოკლედ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კომოდოს დრაგონმა უკვე ბევრი გააკეთა და მისი გამარჯვებების სერია ნამდვილად აღწევდება. რა თქმა უნდა, თავისი შხამის გარეშე კომოდოს დრაგონს ნიანგთან შანსი არ ექნებოდა. მაგრამ რეალური პრობლემა ის არის, რომ კომოდოს დრაგონის შხამმა შეიძლება ნიანგზე არც იმუშაოს. მაგალითად, ალიგატორის და ნიანგით საკმაოდ კარგად იტანენ გველი შხამს. კომოდოს დრაგონის შხამა შეიძლება იმსხვრევოს ალიგატორი, იმიტომ რომ შედარებით პატარაა ზომაში. მაგრამ ერთტონიანი ნიანგის მოსაკლავად ბევრად მეტი შხამი დასჭირდება კომოდოს დრაგონს. მოკლედ და კონკრეტულად კომოდოს დრაგონს ალბათ ძალიან უხარია, რომ მის ტერიტორიაზე ნიანგები არ არიან. ყოველ შემთხვევაში უნდა უხაროდეს. ამით ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და თუ მოგეწონოთ, გთხოვთ რომ დალაიქოთ და ასევე თუ არ გაქვთ გამოწერილი გამოიწეროთ არხი, რადგან ძალიან ეხმარებით ჩემ არხს და ზოგადად მე ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევთ მაგით. ტრადიციულად რამე თუ გინდათ რომ გადავიღო რამე იდეა, თუ გაქვთ დამიწერეთ კომენტარებში. შემდეგ ვიდეოს სავარაუდოდ ფრინველებზე გადავიღებ, რადგან უკვე ძალიან დიდი ხანია ითხოვენ. მომავალ შეხვედრამდე.